ეს პატარები ოზურგეთის სამშობიარო სახლში გაჩენილი ახალშობილები გახლავთ. კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებამ და იმ გარემოებამ, რომ მისი უწმინდესობა პირადად ნათლავდა ყველა ოჯახის მესამე და მის მომდევნო შვილებს, საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა. უმნიშვნელოვანესი მიზეზი გახლავთ როლი ეკლესიისა, რადგანაც ადამიანებში უკვე ხდება დანერგვა იმ აზრისა, რომ თითეული სიცოცხლე რომელიც იქმნება ღვთისგან და ამ სიცოცხლის არ მიღებისათვის ადამიანი თავისთავად იჯება. სწორედ დემოგრაფიული საკითხის მოწესრიგებას ეხებოდა პატრიარქის უწმინდესის კურთხევა, რომ ის გახდებოდა მესამე შვილის ნათლია, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ კურთხევის გაცემისა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოწესრიგებაში. ეს ახალგაზრდა ქალბატონი პატარა ნიკოლოზის დედაა. იგი უკვე მომდევნო შვილზე ფიქრობს. პირველი შვილია ეს ნიკოლოზი ქვია. განსტარი ძალიან დიდი, ძალიან მიხარია, უბედნიერესი ვარ და აუცილებლად გავაჩინე სამს, იმიტომ რომ მოვანათლიო ილია მეორეს. მაია ვაშაყმაძეს კი პატრიარქის კურთხევამ სტიმული მისცა, რომ მესამე შვილი გაეჩინა და ორი გოგოს შემდეგ გურიაში როგორც იტყვიან, ნანატრი ვაჟის დედა გამხდარიყო. ჩემი მესამე შვილი ვაჟი. ორი ქალიშვილი მყავს. რაც უსურველ ყველაფერს კარგ ჯანმრთელობას თავარი. ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი დავით დინარაძე მუნიციპალიტეტში მშობადობის კუთხით პროგრესისკენ წასულ ვითარებას ორი განმაპირობებელი ფაქტორით სამშობიარო სახლში შექმნილი კომფორტული გარემო პირობებითა და დაბალი ტარიფებით ხსნის. მშობადობის მომატება გამოიწვია იმან, რომ აღარ გაედინებიან ჩემი აზრით მეზობელ რაიონებში იმის გამო, რომ თქვათ პალატა არ იყო ნორმალური და პირობები არ ჰქონდათ დამაკმაყოფილებელი. ამის გამო, როცა ჩვენ არ ჰქონდა ეს ყველაფერი წესრიგში მოყვანილი, შეიძლება ვიღაცა წასულიყო უფრო უკეთეს პირობებში მხოლოდ და ეხლა ეს აღარ ხდება. ალბათ გარკვეული როლი ითამაშა იმანც, რომ შევეცადეთ მშობიარობის ფასი ჩვენი რაიონის მაცხოვრებლებისათვის ყოფილიყო მინიმალური და ალბათ თქვენს თუ დაინტერესდებით 350 ლარი მშობიარობა ფაქტიურად საქართველოში შეიძლება არსად არ იყოს და 800 ლარი საკეისრო. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სამსახურის უფროსი ივანე მენაბდე 2006 წლიდან დღემდე იმ პროცენტულ მაჩვენებლებზე საუბრობს, რომლითაც როგორც შობადობის, ასევე ქორწინების მაჩვენებელი მუნიციპალიტეტში საგრძნობლად გაიზარდა. შეინიშნებოდა მატება განსაკუთრებით 2009 წლებში, 2009 წლის თქვათ პირველ და მეორე კვარტალში და მთელი წლის განმავლობაში იყო დაბადებებისა და ქორწინებების მატება. ხა შეგვიძლია გამოვყოთ 2010 წელი, სადაც შეინიშნება წინა წელთან შესაბამის კვარტლებთან დაკავშირებით, სადღაც 20%-იანი მატება დაბადებების შემთხვევაში, ხოლო ქორწინებების შემთხვევაში არის 40%-იანი მატება. დემოგრაფია ეს ის სფეროა, სადაც სასურველი შედეგის ერთ-ორ თვეში, ან თუნდაც ერთ-ორ წელიწადში მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ მას სისტემურად მიდგომა და ათწლეულებზე გათვლილი სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2008 წლიდან გამგეობის სოციალური პროგრამების პაკეტში ორი სახის დახმარება ჩაიდო. ადგილობრივი ხელისუფლებაც მუნიციპალიტეტის სახით საკრებულო გამგეობა დიდი დღე ღალიბდება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა განხორციელდეს იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც ემზადებიან თქინდახან დახორციელებების მიმართ, სხვადასხვა შვილებზე გვაქვს ჩვენ დახმარება, პირველ შვილზე 100 ლარი, მეორეზე 150, მესამეზე 200 ლარის ოდენობით. ჩვენ გვაქვს აგრეთვე მრავალშვილიანებზე დახმარება, ეს არის თუ 4 შვილი და ზემოთ ყავს თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. ეს დამეთანხმებით გარკვეული სტიმული არის იმ ოჯახებისათვის, რომლებიც აი ასე თავისი ოჯახებით ამრავლებენ ჩვენ ერს. ბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ. ოზურგეთის სამშობიარო სახლი ერის გამრავლება დემოგრაფიის ქვაკუთხედია, ქვაკუთხედი, რომლის მცირე ნაწილი მრავალ კუთხედში გავაშუქეთ.